და PSG ისეთ რაღაცას დამართებს, რომ მეორე თამაშს აზრი არ ექნება. ხო, ნუ ბარნლი ბორმუთში მე ჰილი მეყენა და როაკულო დაწერა გიჟივით. არსენალს უბრალოდ ფორა ჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა რო მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი მეხუთე ეპიზოდი უკვე პრემიერ ლიგის და დღეს განვიხილავთ განვლო 31 ტურს და პროგნოზებს გავაკეთებთ ჩვენი 31 ტურის, ოღონდ არაფინანსო პროგნოზებს გაგისტორდებათ. აი, მარტივად დავიწყოთ რა 31 ტური, ძალიან მოსაწყენი ტური იყო, მე თუ მკითხავ, დიდი არაფერი არ მოხდარა. თორნიკე 100 ლარის მოტანას უახლოვდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც წინა ეპიზოდში გითხარით რა იმას დავნიწყავდით, რომ არსენალი მეგობრებო სიტიო და ამას სიტიო რა გოიმივით და მეთქი არსენალი ლიგებს, მეთქი პრემიერ ლიგას თქო რა და არსენალს უბრალოდ ფორა ჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა რო იქნება, გაანიაონ თავი და რა პეპს არ მოწონს. 7 ქულის დაკაჩვა ცოტა ისეთი, აი 9 ქულა. რეალთან როგორც დაკაჩეს, ეგრე დაკაჩვან პრემიერ ლიგასაც და შესაძლებელი არის ჩვეულებრივად რა. აი, მოკლედ, სადაც არსენალი ახსენა, იქ მოდი ვთქვათ, რომ ჩემი პროგნოზი იყო იდეალური. რომ არსენალი მოიგებდა 1-0-ს ევერტონთან. ეგ ყველას პროგნოზი ეგეთი. საერთოდ ანუ არაფერი არ მომხდარა რა მთელი თამაში. საერთოდ. ანუ ორი გოლიც რო გავიდა, შეიძლება რო გეყურებინა, აი ვერ დაგენახა რა ეგ ორი გოლი როგორ გავიდა. არაფრის მომცემი თამაში, საშინელი თამაში. მოკლედ ხო რა. არსენალი იქნება ყველაზე ცუდი ჩემპიონი ფეხბურთის ისტორიაში საერთოდ თუ ჩემპიონი გახდება. გადავიდეთ მოდი ცენტრალურ თამაშებზე. თავი თამაში ჩემი აზრით რაც იყო და ყველაზე საინტერესოც იყო მანჩესტერი ვილა რა. ვილა აგზელებს ცუდ ფორმაში ყოფნას, მანჩესტერი ალბათ დაკარგავენ ლიგის ზონას რა. უეჭველად დაკარგავენ, მე მგონია, იმიტომ რომ უკვე 3 ქულა არის. და ჩელსი ლივერპული აზიან რა. ჩელსი ლივერპული და სხვათა შორის ორი ქულა. ბრენტფორდიც ახლოსაა ძალიან, მაგრამ ბრენტფორდი უფრო მე-6-ე მე-7-ისთვის იბრძვის. ლივერპული არის ახლოს ორ ქულაში არის რა, თან ეხა. მაგრამ ლივერპულს PSG-სთან აქვს ეხა. მე-4 ფინალები და არ ვიცი. ფოკუსირება ალბათ უფრო ჩემპიონთა ლიგაზე. მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ინგლისთან წესით 5 ადგილი გავა. მაგრამ ეგ როგორ არის, იცი? პირველი თამაში არის სანამ პრემიერ ლიგური 32 ტური იქნება. და PSG ისეთ რაღაცას დამართებს, რომ მეორე თამაშს აზრი არ ექნება, ამიტომ არ მგონია რომ დიდი ზეგავლენა მოახდინოს რა. ძალიან ცუდი გუნდი არის ლივერპულიც, ეხლა საბოლოო ჯამში რომ გადახედო, ტოტენჰემთან დაკარგეს რა. აი რავი აჩუქარი 3 ქულა დაკარგეს, ტოტენჰემი ისეთი ცუდი გუნდი არის, რომ შეიძლება აი რავი მასტერ ლიგის გუნდი რო აიღო, იმანაც კი მოუგოს რა. აგერკიო თამაშობს და აი მაგეთი გუნდი ძალიან ჩვეულებრივად მოუგეს, ისეთი ცუდი გუნდია ეხლა. შეიძლება, მაგრამ წავიდნენ ატლეტიკოს მოუგეს ლიგაზე მაინც. ხო, მაგრამ ატლეტიკო ხო იცი. იბრძოლის რა, კი. მოგებულზე ენერგიის რაც შეიძლება მაგრამ გაზობით რა. ანუ გადავიდეთ ჩელსი ნიუკასლზე. ჩელსი ძალიან მაგარი გუნდია. არ ჩელსი კატასტროფაა ამ სეზონში. როსონერი ყველა პატარა ბიჭს კაცად აქცევს რა ამ გუნდში. მაქსიმალურად ცდილობს თუ ჩამოაყალიბოს. ის ნახე გარნაჩოს რო აძლევდა 84 წუთი. 94 თუ მე-5 წუთი იყო და გარნაჩოს მითევს აძლევდა რომ 8-2-ზე ტაქტიკა შეცვალა და რამე. ხო, მაგრამ ეგ ხო დასაფასებელია რომ მაინც რაღაცის გადაშენას ცდილობდა რა. სახში რო არ წაიგოს, მაგრამ 13-ს. ჩელსი არის ჩემი აზრით გამოუცდელი ახალგაზრდა გუნდია ძალიან და პერსპექტიული გუნდია, უბრალოდ ჯერ ძალიან ადრე არის რა. ეხლა უბრალოდ ამ სეზონში პროგრამა მინიმუმი ლიგაზე გასვლა არ მგონია რომ გამოვიდეთ, მიუხედავად იმისა რომ 3 ქულაში ანა ვილასთან. რავი რა, ჩემთვის პირადად არა, 5 ლივერპული ბევრად კაი გუნდია. ეხლა ლევერკუზენი რო გამოვარდა წინაზე არსენალთან. მაგის გამო მე მგონი მე-5 ადგილს უეჭველად ინახდებენ. და რავი, რომ თუ დაკარგა მე-5 ადგილი შანსი ექნებათ რა, მაგრამ ეგრეთ ვერ ვიტყოდი რომ უეჭველად გავლენ. ევროპა ლიგა ალბათ უფრო მაგათ მაქსიმუმი არის ლიგის ზონა რა, ხა ამ სეზონში მეც ლიგიდან გავარდნენ, თან სამართლიდან გავარდნენ და ხო, ნუ გადავიდეთ შემდეგ თამაშზე, ალბათ ყველაზე მოსაწყენი თამაშები რაც იყო, ბარნლი ბორმუთი, არაფერი არ მოხდა საერთოდ. კრისტალ პალასი ლიდსი არაფერი არ მოხდა რა. ნოტინგემი ფულემი არაფერი არ მოხდა რა. ეს სამი თამაში მარტივ. ანუ მარტო პირველი დღე იყო, რავი საშინელება, გოლი არ გადიოდა, დარტყმები არ იყო. არა, ხალხო, ხვდებით მარტო გოლზე არ არის რა, ჩვენ მარტო გოლზე არ გვაქვს საუბარი, ანუ არაფერი არ იყო. ანუ რავი, დაგეძინებოდა. ერთი ის შეიძლება ყოველდღე ნოტინგემიდან ფულემიდან მცველი, მაგრამ რავი, არ მგონია რომ აი ანდერსენის გარდა ვიღაცას უყოლებოდათ. ბასი. ნუ ბორმუთის ცველები ხა ჰილი და სენესი ძალიან პოპულარულია. ალასტანს მაქსიმუმ უნიოზი, რავი, ხა ლიცის ცველი თქვენ არ გაყოლებოდათ წესით არავის. ხო, ნუ ბარნლი ბორმუთში მე ჰილი მეყენა და როაკულო დაწერა გიჟივით. ხო, იმაში რომელი მუნიოზი ერთი. სადა მუნიოზი. ალაში გეუნე.
საათი ხომ არის ხო ნუ ანუ მაქსიმუმ უნიოზი თქვა და უნიოზი თუ არ იყო ხო ეგ იყო რა ანუ ხო არაფრის მომცემი თამაშები არ იყო ნუ დასაკვირვებელი ის არის რომ ბოლმუთში რავი ჰილი და სენესი კარგი ფიქები იყვნენ ალბათ და ჩემ ტავერნიერს ჯობდა ისევ რომ სენესი მეყიდა შევწდი მაგაში მომენტები თითქმის არ ქონიათ რა აი ფულემი ბარლიმაც ისე ჩაიარა რომ აი თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო ფულემი ბარლი აღარ იყო ეგ შემდეგი ტურის თამაშია ის ნოტინგემი ფულემი ისე ჩაიარა თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო გამსკარიყო მაგრამ ვერ გადავახეს რა სანდერლენდიც ახლა მუკიელის გარეშე სანდერლენდი სტანდარტულად რა მძიმე იყო სახში ბრაიტონთან მძიმე გაუჭირდა ძალიან უჭირს უკვე გაუჭირდა და ბრაიტონმა მოკლედ ერთი გოლი გაიტანა და აი ესე ძლივობით 1-0 მოიგო რა დანაშენ რა სიტი და აი ბოლო თამაში რაც იყო კიდე რა სიტი არ ვიცი რა შვება ანუ ბოლო თამაში ვთქვათ მოდი ძალიან გაუჭირდა ანუ ვერ მოიგებდი აი ვერ ხვდები როგორ უნდა მოიგო სიტი სახავს უბრალოდ ხო ესეც ეგრე მაგრამ გამოუცდელი გუნდი და რაღაცა არის რა და ეგ პრობლემა აქვს არსენალი მგონი რომ ლიგასაც დაიკიდებს პრემიერ ლიგის მოგების ხაზზე რა ანუ პრემიერ ლიგა რომ მოიგო არსენალის ფანი ინგლისში რომ ჩახვიდე და რომ კითხო არსენალის ფანს რომ რომელი გირჩევნიო პრემიერ ლიგას გეტყვის ბიჭო ხო მათთვის ეგ უფრო დიდი მცნებაა და მათ ხელა გუნდისთვის ახლა ესე ბიჭო ეხა ამ ხელა ფორას მოკლედ არავინ არ გაანიავებს 9 ქულით არიან წინ ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული გასაგებია მაგრამ სიტის ის თადარიგში თამაშაც აქვს ჯერ ეგ მოსაგები აქვს და მე ეგ რომ მოიგოს 6 ქულა იქნება სხვაობა და ანუ ეტიჰადზე უეჭველი მოსაგები აქვს არსენალთან და რომ მოიგოს კიდე 3 ქულაა სხვაობა და ანუ ეს სიტიმაც სულ რო არ დაკარგოს ქულა არსენალს ბოლო 4 ტური ისეთი მარტივი უწევს რომ არ ვიცი ვერ წარმომიდგენია არსენალია არსენალისგან არ უნდა გაგიკვირდეს არასდროს ლიგაზეც ახლა სპორტინგი კი კაი გუნდი არის მაგრამ სტანდარტულად ისევ 1-0-ებით კავლენ რა ფონს ამერე ატლეტიკო გამოაგდებს და მე ბარსა არსენალი კაი ნახევარ ფინალი ატლეტიკო არსენალი ხო ნუ გადავიდეთ ბოლო თამაში ბრენდფორდი ვულსი ბრენდფორდისთვის ალბათ ძალიან სამწუხარო გამოდგა ამ ქულის დაკარგვა ვულზი ის როგორც თქვი უბრალოდ ვერაფერს ვერ იზავენ ახლა ესენი ვეღარ დარჩებიან და აი უბრალოდ ხო მაგრამ ეგეთ სამარცხინო ქულას აღარ არიან რა ერთი ცოტა რაღაც ნორმალურია მოვიდა ტურის წინ ძალიან ანუ ეხაც კატასტროფაა ანუ წარმოიდგინე ბოლო შორის ანუ რო გამართლებოდათ რამდენიმე მომენტში შეიძლება ახლა ახლოს ყოფილიყვნენ ვესტჰემთან რა თამაში ხე ბოლო 5 ტურში რა ანუ ერთი წაგება აქვს მარტო ორი ფრე ორი მოგება რა ანუ იდეაში ნორმალურ ფორმაში არიან ბევრი პრემიერ ლიგის გუნდზე ბევრად კაი ფორმაში არიან და ტოტენჰემზე უკეთეს ფორმაში ნამდვილად 12 ქულა უნდათ კიდე რომ ამოძვრნენ და თან ერთი თამაშით მეტია ხო ხელსაც გადახედო ბულზი გავარდნილია პროსტა ესე რაღაცისთვის მებრძოლ გუნდებს აწამებს რა მთელი ბაზარი ეგ არის მეტი არაფერი რა ხო აი ხა გამოიკვეთება ნელ-ნელა სხვათა შორის ისეთი გუნდები ვინც ვერაფრისთვის ვერ იბრძვიან გასავარდ ზონაში და მე ჩემპიონთა ლიგის ზონა ევროპულ ზონებში მებრძოლები და ნუ ბარლივულს გავარდნილია ვესტჰემი ნოტინგემი ტოტენჰემი ლიდსი იბრძვიან გადარჩენისთვის რა ნოტინგემი ვესტჰემს 29-29 ტოტენჰემი 30 ლიდსი 32-ზე აი ესენი უკვე აი სულ ხაფავენ ალბათ რა ამათ საწინააღმდეგოდ ეხა მოთამაშეების დაყენება სხვა შორის ძალიან ესეთი იქნება სარისკო რა იმიტომ რომ ენა კუთხეში წყდეულები არიან და ისე დროს გაიცნიან რო არ ველოდებთ ყველა ეს გუნდი იმიტომ რომ რავი სხვა გზა არ აქვს რა და დანარჩენები ჯერჯერობით კრისტალ პალასიდან ბრენდფორდ ანუ ყველა იბრძვიან ალბათ ევროპული ზონისთვის რა კონფერენციის ლიგას ულისხმობ რა თქმა უნდა ხო და ეხლა შემდეგ ტურის ბარემ გადავიდეთ აი საინტერესო თამაშები არის ნუ ამ ტურში გახსენებთ რომ სიტი პალასი ვულზი და არსენალი ტოვებენ თამაშებს იმიტომ რომ EFL-ის ფინალი არსენალის გამო კი ბატონო პირველი რაც არის ძალიან საინტერესო თამაში არის ბორმუთი მანჩესტერი ანუ ბორმუთი ძალიან სახალისო გუნდია მანჩესტერი უკვე რაღაც ბოლო კერიკის ხელში მოკლედ მარტივად ძალიან ისეთ ძლიერ თამაში ძალიან სახალისო გუნდა ლავ გუნდა ჩამოყალიბდა ბრუნო ფერნანდესი აკეთებს ყველა თამაში 27 პასს და რატომღაც კაპიტანი არასდროს არ მიდევს და რავი რა სახალის თამაში იქნება მგონია რომ ეხა მანჩესტერიდან სტანდარტულად ცველი არ უნდა გყავდეთ სტანდარტულად ბრუნო ბიუმო რავი კუნია ანუ ბიუმო კუნია ბრუნო აუცილებლად და ნუ ბიუმო კუნია უკვე თქვენ იმაზე არის რა მე დამოკიდებულია ბორმუთიდან რავი ეხა მე ჰილი მყავს მაგრამ არ ვიცი დავაყენებ თუ არა კროუპის ყავს რა და მაგრამ შეიძლება მამით კროუპის დაყენება მანჩესტერის დაცვა ეხა ეგეც არის იყოს ახლა ის
ანუ დიდი არაფერი. ნუ მაგრამ შედარებით ხო უკეთესი არის წინა. მაგრამ კაი თამაში ველოდები მე სახალხო თამაში უნდა იყოს სანანუ ეს გვიმოკლებს დროს დედლაინამდე. პარასკევს საღამოს იქნება 11-ის ნახევარზე დედლაინი, ეს 12 საათიანი თამაშია რა. მე უკვე სამწუხაროდ ახლა არსენალი, ვულზი არსენალი და მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასი კაი თამაშები იქნებოდა. დასათარგეთებულად რომ ფეხბურთელები არ გვეყვანა არა. რადგან არ იქნებიან, მაგათ გარეშე უნდა გავარჩიოთ რა. თუ გუნდებში ხავთ აუცილებლად და ეცადოთ რომ შეინახოთ უფრო. თუ შესაძლებლობა არის და თუ არ შეგიძლიათ, რა შეიძლება ისეთი ფეხბურთელები უნდა გავუშვათ რა. ანუ გულისხმობ რომ აი ჰალანდი და გაბრიელი მაგალითად უნდა დაიტოვოთ. სხვა მოთამაშეები შეგიძლიათ ყველა გავუშვათ რა, ხო, სკამზე და გადავიდეთ მე ახლა შემდეგ თამაშებზე. Brighton Liverpool არის შემდეგი. ესე თანმიმდევრობით ვიყოთ რა. და აი Liverpool გალასთან კი 4-0 მოიგეს, მაგრამ გადაუარეს ახლა, მაგრამ ძალიან დაღლილები იქნებიან და Brighton-თან გასვლაზე მგონი რომ ძალიან გაუჭირდებათ. Brighton-იც კარგი ის არის რა. არა, ნუ გაუჭირდებათ რა. Liverpool-დან მართლა სიმართლე რო გითხრა, ერთი მექანიკა კაცი შეიძლება რა. Szoboszlai, რავი, ლიგაზე წავს, პრემიერ ლიგაში წავს და რავი, ტიპი მაჭმევს, მასმევს და რავი, წამოწოლილი ვარ იმენა. ძალიან სასწავლო ფორმაში არის იმენა Szoboszlai. ძალიან და ალბათ ფლორიანიც შეიძლება რა. ვირციც შეიძლება, ეკიტიკეც შეიძლება, ხო იცი mid-table გუნდებთან ეკიტიკე. გუშინაც Galatasaray ხო ალბათ mid-table იქნებოდა პრემიერ ლიგაში და გუშინაც ძალიან მაგარი თამაშია მართლა რა. შემდეგი თამაში არის ფულემი ბანლი, უფრო გამოკვეთილი ფავორიტი არის ფულემი ჩემი აზრით ბანლისთან. უეჭველიდან. უილსონი თუ ყავთ აუცილებლად დავაყენებდი და ანდერსენს და ბასისაც ვიყიდდი კიდე ცოტა ისეთი ფიქი არის, ბასი რაღაცნაირად შეტევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც რო დგას, მაშინაც ერთვება შეტევაში. ანუ უტყავს შეულებრივად ერთვება ფლანგიდანაც და ანუ ძალიან საინტერესო და კარგი ფეხბურთელია. ეგ ოფციები შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბარლიდან, არავინ არ უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იზავენ ჩემი აზრით რა. ფულემის მეც ეგრე ფიქრობ. დამაჯერებელი გამარჯვება იქნება ალბათ რა. თან ფულემს საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ ევროტურნირებზე გავიდნენ. და არ მგონია რომ ეს ხელიდან გაუშვან და უილსონიც ახლა ტრამიდან ახლა დაბრუნებულია მართალია, მაგრამ ფორმას დაიბრუნებს მე მგონია. ბარლისთან გამოიკეთებენ ხასიათს რა. აი მე უკვე გადავიდეთ ლონდონის საუკეთესო გუნდზე, ჩელსიზე. ევერტონი ჩელსიზე. ტოტენჰემის მე საუკეთესო გუნდზე. ხო, ხო, როგორ დამავიწყდა. ტოტენჰემი კრისტალ პალასი და მე ლონდონის ჩელსი. აკაც მგონია რომ ჩელსი გატეხოს, ანუ ვერ მოიგებს. ევერტონი ეგეც შეგრძნება მაქვს რა. იცი რა უცნაური სტატისტიკა ვნახე? ჩელსის ყოფილ ფეხბურთელებს ჩელსის წინააღმდეგ აქვთ გატანილი 32 გოლი. 28 მოთამაშე სხვათა შორის და კარგი კაპიტანი შეგიძლიათ დააყენოთ შემდეგ ტურში კიერნანი. დისბური ჰოლი. დისბური. წინა წელს ზუსტად ჩელსიში იყო და მე შემიძლია თამამად თქვა რომ გოლს გაუტანს რა. ბიჭო, ხო მაგარი მძიმე თამაში მგონია ესეც რა, ჩელსი რაღაც შევა გაბრაზებული ჩავიდეს ახლა მერსისაიდში. არა, მაინც გამტანი გუნდია ჩელსიც და ევერტონიც სახში დააჯდება, ალბათ უფრო კუთხურების საინტერესო თამაში ხდება ძალიან. ანუ მე წეღა რა ვთქვი, ლივერპული, ჩელსი, ბრენტფორდი და აი ეს ვილა რა, ანუ ძალიან საინტერესო. აი ხა ამ ტურში მგონია რომ ბევრი რაღაც გაირკვევა ძალიან. იმიტომ რომ ლივერპულსაც მგონია რომ ძალიან გაუჭირდება, ჩელსისაც მგონია რომ ძალიან გაუჭირდება, ბრენტფორდსაც მგონია რომ ძალიან გაუჭირდება და შედარებით ყველაზე კაი თამაში აქვს ვილას სახში ვესტჰემთან. თუმცა ბიჭო ვესტჰემის კაი ანუ ისეთი გუნდი ვესტჰემი ზუსტად ამაგას ვამბობ რა, აი გადარჩენისთვის იხლა არა ტურია რა ხო რა, ანუ მაგრა აწამებს გუნდებს რა და ევერტონ ჩელსთან რა ვიცი სიმართლე გითხრათ არ ვიცი მიგირჩიოთ რა, ერთი ენცო შემილია ჩელსიდან პალმერი, მაგრამ რავი, აი მე ტრანსფერი რომ მქონდეს პალმერში არ დახარჯავდი, თუ ყავთ დაიტოვეთ. და ევერტონიდან რაც შეეხება, რავი, აგერ თორნიკებრას თქვა რომ დისბერი ჰოლიო, ერთი ვარიანტი და ნუ მცველი პროსტა ჩელსის წინააღმდეგ რავი რა, ჟოო პედროც რავი, კაი ფორმაში არის, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა არა, მართლა ძალიან მაგარ ფორმაში არის, ჩემპიონთა ლიგაზეც კი PSG-ში ვიცით რაც უკრა, მაგრამ იქაც სულად არ გამოიყურებოდა. თუ ვინმე მომენტს ქნიდა სერიოზულს, იყო ჟოო პედრო რა. სადღაც გარეული უეჭვეოდი. Just ხო და ვილა ვესტჰემი ვთქვი, ბარემ ცოტა აუხვია იმას, მაგრამ ბარემ ვიტყვი ვილა ვესტჰემში, რავი, ვილა ცუდ ფორმაშია, მართლა. არჩი მგონია რომ უწევთ რა, ეხა მოგება რა, სახში არიან და თუ მართლა ჩემპიონთა ლიგა უნდა შემდეგ სეზონში, აი ხა ის თამაში იმენა მოსაგები აქვს რა და რავი, როჯერსი ვილადან, რავი, ხა ვესტჰემიც დიდი ხა სოუჩეკებით და ვიღაცებით არ მგონია რომ რაღაცა. ბოუენი რა, ისე და ისე. ხო, მაგრამ მე რავი, ვილას სელს მოვიყვანთი.
ამ სეზონში ერთხელ მოყოდა მოყვანით ვილას მეკარე და კი გახსოვს მან. ო მან და ის სემინუსბრალი არის ყველაფერი რომ ლიგაში 6 კაცი ვარ და 5 კაცს ეყენას ამიო კაპიტანი და მე მარტინეს ყოდა პენალი აუღო და მე დაგირეკავ შენ გაგიწევ. ხო და მოკლედ რავი რა ვილა მგონია რომ გადაუვლის ვილას მცველი შეგიძლიათ ქეში შეგიძლიათ რავი მარტინესის თუ ყავთ დააყენეთ მე დავაყენებდი. ვილაზე ცოტა ის არის რომ დღეს არ მორჩენილა ევროპა ლიგური და კონფერენციის ლიგის თამაშები დღეს თამაშობს ახლა ლიულთან კი ფორა აქვს მაგრამ ჩემი აზრით დაღებობამაც შეიძლება იმ მოქმედებას. ხო მაგრამ კვირას არის ვესთემია სახლია ანუ აი თამაშია რა ანუ სეზონში ბევრი ამაზე კაი თამაში არ აქვს და ჩემი აზრით შეიძლება თუ ხა მოსაწყენ თამაშებზე რო გადავიდეთ ქრონოლოგიურად ან ლიცი ბრენტფორდი ლიცი გადარჩენისთვის იბრძვის ბრენტფორდი არა საინტერესო თამაში აი ლიცი საინტერესო თამაში იქნება მაგრამ მე მგონია რომ ცოტა მძიმე სახე იქნება მომენტში მეც ეგრე ვფიქრობ აი ინგლისური თამაში იქნება ზუსტად აუტებიდან ჩაწოდება ბურთის რავი მოშორება და აი ხარისკოები არ იქნება ამ თამაშში რა უოტარო დანგო შევიდა ფორმაში უოტარო დანგო მართლა კარგი ფორმაში არის აი უსტანად ზუსტად ოთარა დანგომ და ტიაგომ ცუდ თამაში ჩაატარა იქნება გამომდინარე რომ ვერ გაიტანა 3 გოლი რაც გასატანი ქონდა მაგრამ შანსები ექნება და სწორ დროს ოადგილს არის ხოლმე და ჩემი აზრით კარგი ფორვარდია იმისთვის რომ დააყენოთ რა. ყოველთვის თან ძვირიც არ ღირს. ლიციდან შეიძლება სხვათა შორის ხო ვფიქრობ ვიღაცები რა, აი კალბერტ ლუინი შეიძლება, შტახი შეიძლება. აი არ ვიცი რა, ძალიან მგონია რომ ბრენტფორდს ძალიან გაუჭირდება. ესეთი დასარჩენი გუნდები ძალიან იგიჟებენ სახში თავს და შეიძლება აი მცველმაც კი მაგარი ქულა დაწეროს რა. ორივემ შეიძლება გაიტანოს მე ეს მგონია რა ასე რა. კიდე მოდი უფრო მძიმე თამაში რაც იქნება, აუცილებლად იქნება ნიუკასლი და მე ბოლოს ყველაზე მძიმე თამაში გატა. დერბი არის თან ეს მით უმეტეს და ძალიან მნიშვნელოვანი ორივე გუნდისთვის. წინა სანდერლენდმა მოიგო და ეხლა მეორეს მოგება უეჭველად უნდათ. ბევრს არებს არ უწყვიტავს მართალია. სანდერლენდს და არც ნიუკასლს ალბათ მაგრამ არა ხო ანუ აი იბრძვიან ევროტურნირებისთვის, მაგრამ ეხლა 7-2 ძალიან იმოქმედებს ნიუკასლს. ვერ გავლენ ვერა. ნიუკასლ სანდერლენდი ხო აი მაგარი მძიმე სანდერლენდს გასვლაზე 1-0 0-0 სანდერლენდს გასვლაზე მაგრა უჭირს სახში ბევრად კაი გუნდი არის რავი ნიუკასლიდან შეიძლება რა ბიჭების დაყენება ჩაუს დაყენება შეიძლება გორდონის დაყენება შეიძლება ნახევარდაცვთან რავი ტონალის დაყენება შეიძლება და რავი ბარნი პატარების მეგობარის თუ ყავს ეგეთ შეგიძლიათ დაყენოთ თუ გეყოლებათ ბარნი კარგი ფორმაშია ისეთია ნიუკასლიდან აი ჩემს სანდერლენდი პროსტა ამ სეზონში გასვლაზე ძალიან ცუდი გუნდია მართლა რა არა ნუ დერბი თავისას ხო დერბი გაიგიჟებენ თავს და იქ ბარათები იქნება გიჟივით რა და ვიღაცები შეიძლება გაგიმინუსოთ კიდევაც ეს ჩაო ბარნი მინუსები დაიგეთ ამ ბიჭებმა უჩლებოდ მეც მაგას ვუყურებდი და ყველაზე მაგარი თამაში ამ სეზონში ტოტენჰემი ნოტინგემი ხალხო და გაატრიპლ კაპიტანეთ ვანდევენ მატისტები დააყენეთ ყველა მიყიდეთ ამ თამაშზე რა უნდა თქვა არ ვიცი ეხა კი ხავის იმოსმა რაღაცა ატლეტიკოსთან დუბლი იქ რაღაცა ანუ აიბრძოლეს ბიჭებმა, მაგრამ სამი ბურთი თუ კახარ ანუ რა უნდა გააკეთო. არაფერს არ ნიშნავდა ეგ მოგება. არ ვიცი, ვინ გითხრათ. ვინ მოიყვანოთ? ვანდევენი მართლა შეგიძლიათ თუ ყავთ დაავენოთ. თუ ყავთ რავი. ანუ გამტანი მცველია რა და ამდენი ხანი თუ ვანდევენი ყავთ აზრი აღარ აქვს თქვენ თავის. ამდენი ხანი თუ ყავთ, კაი ადგილას იქნება სადაც. ხო, ნუ ძალიან ისეთი თამაში იქნება, იქ ნარავი პროგნოზსაც ვერ გავაკეთებთ, ვინმე ყავდეთ, არ ყავდეთ, უფრო ალბათ თანაბარი თამაში იქნება, ძალიან ცუდი საყურებელი თამაში შეიძლება გამოდგეს. სტილიდან გამომდინარე და გადარჩენისთვის რო იბრძვის ტოტენჰემი, ეგ ანუ ხუმრობთ. ხო, ნოტინგემი კი, მაგრამ აი ტოტენჰემზე ხო ხუმრობთ, მაგრამ აი არ ვიცი რა ესე კონკრეტულად ვერცეთ ოფციას ვერ ვიტყვით საბოლოოდ რა და მოდი ფენტეზიზე უფრო რო გადავიდეთ და ჩვენი გათამაშებას რო გაგახსენოთ. ჩვენი მარტის გათამაშება მთავრდება ეს იქნება ბოლო ტური პრემიერ ლიგაში, ამის მერე იქნება სანაკრებო პაუზა, როგორც მოგხსენებთ. ლიდერბორდის გამარჯვებული. ახლა ამ მომენტში ჩვენი მარტისთვის ლიდერბორდის ლიდერია, ძალიან ბევრი ლიდერი გამომივიდა. ისევ იგივე პიროვნება, ვინც წინა თამაში იყო, ბატონი კონსტანტინე, მისი გუნდი გამოჩნდება. ახლა აქვს სადღაც გამონათდება. ახლა აქვს სადღაც 17 ქულიანი ფორა. მეორე ადგილოსთან შედარებით. მე მგონი გუნდი საერთოდ არ შეუცვლია. იგივე გუნდი ყავდა დაყენებული, იგივე მოთამაშეებმა, ჩვენი ერთ თამაშია ჩვენს და ძალიან კარგი ქულას დაწერა.
მოკლედ ეს ადამიანი ლიდერბორდის ლიდერი და ბიჭი ამომივიდა. კაი, არა უშ. ლიდერბორდის ლიდერი. ლიდერბორდის ლიდერი. ხო, თუ არ აქვს მშობა კონსტანტინე იქნება თუ ვინც დაამთავრებს ამ თვეში პირველ ადგილზე მიიღებს თავისი კონსტანტინე საყვარელი კლუბის მაისურს. საყვარელი მაისურის გუნდს. საყვარელი მაისურს და მოკლედ მე რომ მორჩება ეს ტური მე ავსვათ ვიდეოს რომ საათ როგორ უნდა შეგვეხმიანოთ რომ თქვენი საყვარელი კლუბის ჩვენი მეილი სადაც იქნება მართებული დაგვიკავშირდეთ აუცილებლად ხო ინფორმაცია მოგვაწოდოთ და თქვენ რომელი გუნდიც გიყვართ ვინც რომელი მოთამაშეც გიყვართ მის მაისურს გადმოგცემთ აუცილებლად რა უმკლეს ვადაში თან ახლა აპრილში უფრო მეტი შანსი გექნებათ ვინც ჯერ არის თან იქამდე 10 აპრილს არის იწყება 32 ტური და იქამდე დიდი დროც არის მოსამზადებლად და გვექნება რამდენი ტური 2 3 ხო 3 ტური იქნება აპრილშიც რა და აპრილშიც და მაისშიც გექნება შანსი რომ მოიგოთ ისე მაისური კი და ლიგაზე ჩემპიონთა ლიგაზეც შეეხება ვთქვით უკვე რომ მეროთფინალებიდან თუ ეხლა დაჯოინდებით რა ვიცი ნუ თუ არ თამაშობდით აქამდე უკვე გამარჯვება ძალიან გაგიჭირდება. ხო, რავი, რაღაც სასწავლო ფულები უნდა წეროთ. თუ თამაშობდით, მანდაც გაგვთ შანსი რომ მოიგოთ თქვენი საყვარელი კლუბის რეტრო მაისური, რეტრო, იმიტომ ამოხვილებ მაგაზე ყურადღებას რომ რაღაც ეგრე გადაწყვეტეთ რომ რაღაც ჩემპიონთა ლიგა რაღაცა და შეიძლება თქვენ საყვარელ კლუბს რაღაც კონკრეტული სეზონის ფორმა გინდოდეთ და არ იქნება პრობლემა და ერთწლიან სენატას გამოწერას მიიღებთ ჩვენგან საჩუქრად გამარჯვებული. დანარჩენი რა ვიცი, სამომავლო გეგმები ეხა პრემიერ ლიგა და ლიგა პატარა პაუზა არის. ჩემპიონთა ლიგის შეჯამების ვიდეოს დავდებთ. კი, ცოტა იქნება. ჩემპიონთა ლიგა ნახდება ჯერ და მალე სიახლეებიც იქნება, რომელსაც ახალ ვიდეოში უფრო გაიგებთ რა. და ნელ-ნელა მალე ახალი სტუმარიც იქნება რა სტუდიაში. ეხა არ ვიტყვით. ხო. მაგას სიურპრიზად დავტოვოთ. მაგას სიურპრიზად დავტოვოთ. დანარჩენი რა ვიცი რა. გამოიწერეთ YouTube გვერდი, TikTok გვერდი და ლაიქეთ და კომენტარით შეგვაგინეთ და გვერდში დაგვიდეთ. გადააზიარეთ მეგობრებში და რა ვიცი, ეგრე დაგვეხმარებით ძალიან რომ ხალხმა გაიგონ ჩვენზე. ეგ არის რა. მორჩა.